სახელმწიფო რეფორმების შემდეგ დადგა დრო გადამწყვეტი ბრძოლებისა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებისთვის. დავითმა შექმნა რეგულარული და დისციპლინირებული ჯარი. მცირე, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვებებით მეფემ ნელ-ნელა შეავიწროვა მტერი და მოამზადა ნიადაგი მთავარი შეთაკებისთვის. 1121 წლის 12 აგვისტო. დიდგორის ველზე საქართველოს ბედი წყდებოდა. მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა ქართულ ლაშქარს. დავითის გენიალურმა ტაქტიკამ მტერი დააბნია. ეს იყო ძლევა საკვირველი ბრძოლა, რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა მაშინდელი მსოფლიო. დიდგორის გამარჯვებიდან მალევე 1122 წელს დავითმა თბილისი გაათავისუფლა და ის კვლავ სამეფოს დედაქალაქად აქცია. საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და ქრისტიანული სამყაროს ფორპოსტად იქცა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ყველა მეზობელი იმპერია. დავით აღმაშენებელმა დატოვა ძლიერი, გაერთიანებული და თავისუფალი საქართველო, რომელმაც გზა გაუხსნა მომავალ დიდებას.